თვალიდან ეროვნულ სასახლეში რიგით მე-16 ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი თბილისური IC იწყება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები და გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა პიონერ ფილმის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და პიონერ ფილმელი თამუნა ცამბაია. მოგესალმებით ბატონო გრიგოლ თამუნა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. უნდა ვისაუბროთ ფესტივალზე, რომელსაც 45 წლიანი ისტორია აქვს და რომელიც არის თქვენი დაფუძნებული, ხო? ბატონო გრიგოლ, თქვენ არა მხოლოდ ამ ფესტივალის დაფუძნებელი, არამედ უამრავი არაერთი თაობის, ცნობილი თაობის აღმზრდელი ბრძანდებით და ყოველთვის გვიხარია, როდესაც ჩვენთან მობრძანდებით ხოლმე სტუმრად. თამუნა, ასევე ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. დიდი მადლობა, რომ აი ყოველივე ჩვენი ფესტივალი იწყება ხოლმე თქვენი სტუდიიდან, აი აქედან და აი ახლა ბატონი გიორგი ლაპარაკობდა, მოგესალმე ბატონი გიორგი და მადლობა მინდა გადავცე, რადგანაც აკინო არქივი ჩვენი დიდი მეგობარია და ყოველთვის პრიზს აწესებს, ხოთა შორის პრიზებზე მინდა მოგახსენოთ დააწესა პირველმა არხმა, ტელეიმედმა და აი როგორც გითხარით კინო არქივმა. მოკლედ საოცრება რა არის? თითქოს ფესტივალის თვე არის რა. ახალ დამთავრდა მაღალმთიან აჭარაში შვახებში ფესტივალი. დღეს იწყებს კინო არქივი, ხვალ ვიწყებთ ჩვენ და ხვალვე საღამოს იმავე დარბაზში დაიწყებს სტუდენტური ფესტივალი, თეატრალური და კინო ინსტიტუტი, მოკლედ ბატონი დავით ჯანელიძე. მე-16 ტარდება. თქვით რომ აქვს 45 წლიანი ისტორია, რაღაც წლების განმავლობაში, როდესაც იყო ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა, პოლიტიკური, ეკონომიკური ასე შემდეგ, ვერ ტარდებოდა. წელს ტარდება მე-16. ბატონო გრიგოლ, რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი, რა მასშტაბის იქნება, ჩვენ ვახსენეთ შესავალში, რომ საერთაშორისო არის ფესტივალი და სხვადასხვაიდან მიიღებენ მონაწილეობას. სასახლე ხდება გაბრწყინებული, გარემონტებული, გალამაზებული დარბაზებით. ძალიან დიდი ამბავია. მადლობა სასახლის, რომ ასეთი ლამაზად ხვდებით ამ ჩვენი ფესტივალის მონაწილეებს და უпростоრად სტატისტიკას მოგვახსენებს ჩვენი თამარ ცამბაია, რომელიც არ გამოსულა სტუდიიდან თითქმის ერთი თვეა. დღე-დაღამე ხანწერილებს წერს, ხანწერილებს იღებს და მოკლედ თამარობა. აბა მოგვიყვები როგორ ემზადებით ფესტივალისთვის? დავიწყოთ იქიდან, რომ ფესტივალისთვის მონაწილეობს, ხო ესეც აუცილებლად. ანუ ფესტივალისთვის მზადება საერთოდ ზაფხულიდანვე დავიწყეთ, ესე იგი, როდესაც ფილმების შერჩევა დავიწყეთ. ჩვენი ფესტივალი დარეგისტრირებული ერთ უცხოურ საიტზე Film Freeway, სადაც ნებისმიერი წერტილიდან მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ გამოგვეგზავნონ ფილმები და საბოლოო ჯამში 925 ფილმი მივიღეთ. მოკლემეტრაჟიანები შემოგვივიდა, მაგრამ ეს როგორი მაჩვენებელია, მონაცემი არის, თქვა წინა ფესტივალებთან შედარებით. მე გადავარჩიეთ და საბოლოო ჯამში 40 ფილმზე შევჯერდით უცხოურებიდან. ახლა ვარჩევდით ძალიან ცოტა ისეთი კრიტერიუმებით, ან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო ფილმები. თემატიკაში შეზღუდულები იყვნენ? არა, თემატიკაში არ ყოფილა. თავისუფალი თემა იყო. თავისუფალი თემატიკა, ერთადერთი ხანგრძლივობა იყო შეზღუდული 10 წუთამდე. ნებისმიერი ფილმი და ასაკი ჰქონდა 13-დან 20 წლის ჩათვლით. ნებისმიერ შეეძლო გამოგზავნა, შემდეგ შევარჩიეთ სხვათა შორის 40 ქვეყანა. ახლა დღეს, მაგრამ ჩვენთან ჩამოდიან 7 ქვეყნის 12 წარმომადგენელი. ახლა ფესტივალზე დაგვესწრებიან, უკვე დღესაც ჩამოდის რამდენიმე. და ველით ჩვენთან. რომელი ქვეყნებიდან? ანუ 40 ქვეყანა აგზავნის, ხო? აგზავნის და ჩამოდის 7, რომელი ქვეყნებიდან ჩამოდის? საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ესე იგი ამერიკა. არა, უშავს, ანუ ისეთი მასშტაბური. მე მოყევი ფრანგები როგორ ჩამოდიან, ფრანგი ბავშვები. ესე იგი, ფრანგებმა მომწერეს, რომ სამწუხაროდ ჩვენთან ხარ გვაქვს საკმარისია, რომ ჩამოვიდეთო ფესტივალზე, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ფრენას ვერ ვფინანსებთ და წერ რომ იქნებ როგორმე შეეძლოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფილმი ქონდათ და რა თქმა უნდა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბევრი დაგვესწრას და ერთ დღეს რამდენიმე დღე გავიდა, მომწერეს, რომ გავარკვევთო მაგასო, რისი გაკეთება შეგვიძლია და ჩვენთანო აქო ფული შევაგროვეთო, ქვეყანა ან ქალაქშიო და 3 კაცი წამოვალთო და დავესწრებით თქვენს ფესტივალს. ანუ ეს იგი მოსახლეობამ შეუგროვა წარმოიდგინეთ. კი დაეხმარა. საერთოდ ჩვენ ფესტივალს ისეთი საოცარი ისტორიები აქვს. წინა ფესტივალზე ჩავატარეთ. პრიზები ქონდა ესეთი ფანარები და ლამაზი ფანარები და გადავეცით უკრაინელებს. გავიდა ხანი და უკრაინას მოდის წერილი, რომ ჩვენ თავშესაფარში ვართო და ეს თქვენი ფანარი გვინეთებს
საერთოდ დღეს და აი წარმოგიდგენი როგორი საინტერესოა წელსაც გვექნება ლამაზი პრიზები ძალიან კარგად გვექნება და რაც მთავარია იცი რა ჩვენი ბავშვები რომლებიც აი ეს ორგანიზატორები არიან ძალიან მონდომებულები არიან ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ხიარულად ჩავატაროთ და ლამაზად მივაწოდოთ სასახლეც თბილისშიც გვექნება ექსკურსიები გვექნება შეხვედრები და მასტერკლასები ვისთან არის? ესე იგი ხუთ შაბათს და პარასკევს გვექნება მასტერკლასები ანა ჩუბინიძესთან და გიორგი ხარებავასთან ერთად. რეჟისორებთან. ანა არის მულტიპლიკატორი, თავის შემოქმედებაზე გვესაუბრება და გიორგი ხარებავა დიახ რეჟისორი. ესე იგი თქვენ ასაკობრივი ზღვარიც უკვე ახსენეთ 13-დან 20 წლის მოზარდები კი რა ახალგაზრდები, ანუ თინეიჯერები და შემდგომ უკვე ზრდასრულები, სრულწლოვნები იღებენ მონაწილეობას. თვითონ თამუნა არის პირველ კურსელი, როგორც გავარკვიე, ეცერში შემოსვლამდე, მე სკოლის მოსწავლე მეგონა, მაგრამ სად სწავლობ? ეკონომიკაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და როგორ დაუკავშირდით კინოს, ესეც საინტერესოა. ну თავდაპირველად ძალიან მაინტერესებდა ჩემი დაც დადიოდა გრიშა მასწავლებელთან ბავშვობიდან შევედი და ყველაფერი მაინტერესებდა რა ვიცი ზედვედეკი ხოლმე გრიშა მასწავლებელს რომ რამე მესწავლა ესე იგი მონტაჟითაც ძალიან დაინტერესებული ვიყავი სულ მუშაობდით მინდა გითხრათ რომ მე 5 კლასში იყო თუ მე 4-ში რომ მოვიდა და პირველი ფილმი გადავიღეთ ძალიან საინტერესო იყო უსინათლოთა სკოლა ინტერნეტში ესეც საინტერესო ფილმი გამოვიდა და აი მოდის ბევრი ბავშვია ესეთ რომელიც ბავშვობიდან ჩვენთან დადიან მე-4 მე-5 კლასიდან და მე მინდა გითხრათ ჟიური ყავს რა ძალიან საინტერესო ეს არის რამაზ იოსელიანი იცით ესეთი მსახიობი ძალიან საყვარელი ძალიან კარგი კაცი და ყველასაც საყვარელი მანანა ვარ იცოდეს ხო რამე არ შეგეშალოთ ხო ნანული სარაჯიშვილი ჩვენი საყვარელი ნანული სარაჯიშვილი და ანა ჩუბინიძე ეს არის მულტიპლიკატორი რომელმაც ძალიან დიდი სკოლა გაიარა უცხოეთში და საინტერესო ფილმებს აკეთებს და აი ეს ჩაატარებს აი ესეთი გაკვეთილს და ისეთ რა აი ფილმები ჩამოვიდეს საქართველოსდან ერთი ფილმი არის მაგალითად უჩად ჯაფარიძეზე ყვება და მის შემოქმედებაზე ყვება აი ძალიან პატარა კინომოყვარული არის აი ესეთი გურამ გრიგორაშვილი რომელმაც ძალიან საინტერესო ფილმი გამოგვიგზავნა აი არიან ბავშვები რომლებიც რეგიონები რომ ჩართულია ეს არის ძალიან კარგი საინტერესო და ძალიან რეგიონები გვაქვს აი დიდი სია მაგ რეგიონების თითქმის საქართველოს თითქმის მთელი საქართველოს ჩართულია ხო? არის ესე იგი აი ფოთი, ონი, ქუთაისი, ფოთი კიდე ერთი, ახალქალაქი, ახალციხე, ხარაგაული წარმოგიდგენიათ ახალქალაქიდანაც მოდიან და ქუთაისმა შემოგითვალა ჩვენ ახლა ჩამოვალთო გახსნაზე 10 და მე 25 დაგემატებითო და ძალიან მიხარია რომ გახსნა და დახურვა გვექნება ძალიან პოპეზუ და კარგი. აი როგორი გახსნა გექნებათ ეს მოგვიყევით ხვალ 22 ოქტომბერს 12 საათზე ეროვნულ სასახლეში. შემოვა საოცარი მატარებელი. მატარებელში შეხედან პიონერი ფილმელები და ჩვენი სტუმრები. შემდეგ ვაცხადებთ დღეს ჩვენი სტუმრები არიან და მატარებლიდან გადმოდიან ყველა ეს დელეგაციები დაიკავებენ სცენაზე ადგილს და მიესალმება სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დათუნა ალადაშვილი და მე მინდა რომ ჩვენი აღზრდილი იყო დათო არჩვაძე დიახ მე მომღერალი მუსიკოსი კომპოზიტორი ჩვენთან იყო 8 წლის რომ მოვიდა მე მოთანმღერის თან კინოს იღებს. მაგ ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს. ლაშა ჟვანია მოვა და მოიგონებს თავის პატარობას. ანა ქაშიბაძე ეს საოცარი გოგონა, საოცარი რომელიც ძალიან მიყვარს და ანუ ინგლისურენოვანი იქნება ფრანგულად. ყველა რაენა იცის, რაენაზე თარგმნის თუ დაგჭირდა. ბერძნული არ იცის მეგონია რა. მეგონია. აი ესეთი გახსნა იქნება და შემდეგ დახურვაზე მე და ყველანი ავიდეთ სცენაზე და ვიმღეროთ პიონერი ფილმის ჰიმნი და ესე და მატარებელს რა აქ იცი საინტერესო მატარებელს ესე რა ხალ გითხრეს რომ ბოლის გაშვება არ შეიძლება აი ეს მოვიგონეთ აი და ფუნქცია ქონია მაგარი აუმათხოვეთ რა უნდა მეკითხა რატომ მოხვედით ამით თქო და თურმე რატომ მოხვედით აი რა ბოლი ვაშა შვენიერია საფრის ბუშტები ბავშვობის მერე არ გამიშვია სამხიარულო ასეთი ბავშვობაში არ გეკნებოდა ასეთი არ იქნებოდა ბავშვობაში ნამდვილად ჩვენს ბავშვობაში ნამდვილად არ იყო ასეთი თამარის ბავშვობაში
იქნებოდა ნამდვილად ამის თქმაც შეგვიძლია. ბატონო გრიგოლ, რა უნდა გკითხოთ აუცილებლად? აი თამარმა ახსენა რომ სწავლობს ეკონომიკის ფაკულტეტზე, პირველ კურსელია. როგორ ახერხებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამდენი პროფესიის ადამიანმა რომ გაიაროს თქვენს ხელში და მიაღწიოს წარმატებას საკუთარ პროფესიაშიც, ფილმებშიც, კინოშიც და ასე შემდეგ? ალბათ იცი რა, დიდი სიყვარული და დიდი მოთმინება გინდა. ეხლა ასე რომ უყურებთ ეს თამარი, ყოველთვის ასეთი კი არაა. სულ კამათობთ და ამის გარეშე არ იქნება. არა, ამას ხუმრობით კამათელს ვეძახი კიდე. ცუმე კამათება და იმიტომ და ამის დედა და მამა მირეკავენ და როგორ უძლებ მეულებიან ჩუმოთ, მაგრამ ასე ბევრი ბავშვი ასეა, მაგრამ ეს არის ჩემი პროფესია, ეს არის და იმიტომ ვარ როგორც მეუბნებიან ასეთი ლამაზი. ასე რომ აკეთებ, ესე იგი პიონერ ფილმებს ვესალმები ეს. ბატონო გრიგოლ, აი თქვენ თქვით რომ აი ბავშვები არიან თავად ორგანიზატორები, ან თქვენ ხელმძღვანელობთ ცხადია ამ ყველაფერს, მაგრამ აი ახალგაზრდები წარმართავენ ხო პროცესებს? ამაზე მოგვიყევით, აი როგორ მოხდა დელეგირება აი ამ თქვენი მოვალეობების? ძალიან ეხმარება ამას ნინი, ფიფია, ჩვენი პრეზიდენტი გუჯა, სასახლის სრულიად ახალგაზრდა თანამშრომელი ძალიან ქალბატონი ლიკო ბუზიაშვილი, კიდევ ვინ გვეხმარება? პედაგოგები მაია ლანდია, ნინო ჩიგოგიძე, შეთავსებით ჩემი მეუღლე. კიდე ხათუნა შავშიშვილი უნდა ხათუნა მოკლედ აი სასახლე თლიანად ჩაბულია და სასახლეს ესაა, იცი რომ ერთი რო აკეთებს, ყველა ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს. ჩვენ ვიღებთ, ისინიც ჩვენთან ერთად არის ძალიან ლამაზი კონცერტი გვექნება გარდა იმისა, რომ დათო იმღერებს, მინდა რომ ჩვენთან ერთად იქნება ოპერის სოლისტი სულხან გველესიანი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა პიონერ ფილმთან ერთად რა. და აი ასეთი იქნება რა, აგრეთვე მომღერლები იქნებიან, პატარა მომღერლები, დიდი მომღერლები. ფიქრობ რომ კარგი უნდა გამოვიდეს. 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება ფესტივალი, ხო? 25-ში დაიხურება, პრიზები ახსენეთ და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან ნომინაციებზეც რომ გვითხრათ, დიახ, საინტერესო. 11 ნომინაცია გვაქვს, ერთიდან გრან-პრია, ანუ ყველაზე საუკეთესო პრიზი, ასე რომ ვთქვათ, და დანარჩენები საუკეთესო მსახიობი ბიჭი, საუკეთესო მსახიობი გოგო, რეჟისურა, ოპერატორა და ასე შემდეგ 11 ნომინაციისგან შედგება და ჟიურის წევრები შეარჩევენ გვექნება მერე დებატები მაგასთან დაკავშირებით. ჟიურის წევრები დასხდებიან, არჩევენ რომელ ფილმს რა ნომინაციაში ეკუთვნის პრიზი და 25-ში გადავცემთ ჩვენს კინომოყვარულებს. თქვენ რამდენად იღებთ მონაწილეობას ჟიურისთან ერთად? ეს ახსენეთ. მე მათთან ერთად ვიქნები და ესე იგი, როდესაც დაიწყება გადაწყვეტილების მიღებაში თქვენს გადაწყვეტილების მიღებაში მეც ცოტა ჩავერთვები. ერთი პატარა ფილმი გვაქვს, რომელსაც ქვია გაიღიმეთ. დიახ. რატომ წარმოვადგინეთ ეს ფილმი? გადაღებული გვაქვს 40 წლის წინათ, გადაიღო ნიკა ვაჩაიშვილი ასეთი ნიკა. ვიცით. რეზო ცხვარაძე და მერე მარჯანიშვილი. რა ფილმი იცით? ქუჩაში დადგენ და ყველა გამოსეუნებოდეთ. გაიღიმე და კამერაში გამოიხედეთ. არა საინტერესო. ძალიან საინტერესო ფილმი იყო. რუსეთში, მოსკოვში გავიდა, უცხოეთში ყველგან დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ გადაღებულია 16 მმ-იან ფირზე უნდა დაგეკო ხარ. ეხლა ეს ფილმი გავიმეორეს, თავიდან გადავიღეთ და აი საინტერესოა, აი განსხვავება იმ პერიოდის ხალხის, იმ პერიოდის ბავშვების სხვადასხვა გავლენების, აი ღიმილი უკვე სხვადასხვანაირია, ხო? ერთი ესეთი შეკითხვა გამიშთა, რომ აი 13 წლიდან 20 წლამდე, ხო? 13 წლის ბავშვის ხედვა მაინც უცხო არის, 20 წლის უკვე ზრდასრული ადამიანია. და ანუ როდესაც ვთქვათ ირჩევა ფილმები და ხდება შეფასება. ცოტა რთული ხო არ არის ვთქვათ აი ამ ასაკობრივ ზღვაზე როდესაც არის. მეუბნებიან რომ მოდი ერთი გრან-პრი, ორი გრან-პრი გავაკეთოთ, მაგრამ მე მაინც ფიქრობ რომ ერთი გრან-პრი უნდა იყოს და იყოს ამ 19 წლისა და 19 წლის ბავშვს შორისა და დაუშვათ 12-13 წლის ბავშვისთვის ერთი გრან-პრი. ეს მაინც უფრო მატებს ამ გრან-პრის თავის წონას, ვიდრე რამდენიმე გრან-პრი გავაკეთოთ. სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ არც თუ ისეც ვთქვათ იღებენ 13 და 14. არა, თუნდაც არა, მაგრამ უკვე ვთქვათ აზროვნებაში ხედვა. სხვადასხვა ხედვა და საკმაოდ ზოგჯერ პატარა ბავშვების ფილმებიც უფრო სჯობს, ანუ უფროსებისას. კიდევ რა გვაქვს საინტერესო, იცით? ხვალვე სტუმრები გახსნის შემდეგ წაიყვანენ ჩვენი ბავშვები ოჯახებში.
დიახ. მე მინდა რომ ნახოთ უცხოელებს, როგორ ხომ ჩამოსულს ცხოვრობთ, სტუმრებს? რანერი ვართ. სტუმრად იყოლებოთ 1-4-5 საათი და პლუს აი ამ დროს უნდა გადაიღონ ორწუთიანი ფილმი მონტაჟის გარეშე. ანუ თან საქმე ხომ აუცილებლად. ესე იგი კამერა, ტელეფონი დაიჭიროთ და გადაიღონ რაც უნდა თბილისშია შეუძლიათ იგივე ოჯახი გადაიღონ. თან ქართული სტუმართ მოყარეობა, თან საქმე, თან ფილმის და მე დახურვის დროს გვექნება უკვე კონკურსები ჩამოვაჯამებთ ვინს ფილმია უკეთესი ორწუთიანი და გადავცემთ ბატონ გრიგოლ ფესტივალი რამდენად ითვალისწინებს რომ ქართველებიც წავიდნენ უკვე მათ ოჯახებში ევროპის ქვეყნებში უცხოეთში ვიცით რა ადრე დამყავდა ხოლმე ადრე ამერიკაში წავდა 6 ჯერ ვიყავით ამერიკაში პიონერი ფილმი იაპონიაშიც ვყავდა ბავშვები ამ ბოლო დროსოდა გართულდა მაგრამ იმედია რომ ყველაფერი გამოსწორდა ბატონ გრიგოლ აი რაღაცნაირად შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი უთხრათ მაყურებელს ისიც რომ ხვალ გავიმეოროთ რომ ხვალ არის გახსნა 12 საათზე ეროვნულ სასახლეში და აი თქვენი დამოკიდებულება ნუ მესმის 45 წელია ხო რაც ტარდება და რაც თქვენი დაფუძნებულია თან და აი ამ პროექტის ამ ფესტივალის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა თამუნა. გააჩნია რა კუთხით შევაფასებთ. გეტყვით რომ ძალიან არიან ბავშვები მონდომებული. ძალიან ბევრი ამდენი ფილმი აი რაც წელს ჩამოვიდა საქართველოსგან. ეს უკვე დიდი ამბავია. შეიძლება ეს ჩემი ფესტივალის დამსახურება მაგრამ აი ომში ტარდება ბატონი ზვიადოლიძე ატარებს ირაკლი ჯაოშვილი დათო გუჯაბიძე ატარებენ ესენიც და აი ყველაფერი ერთად დაიძრა და აქედან ბევრი გამოდის მერე ნამდვილი რეჟისორი და მე ყოველთვის ვამბობ რომ აი ნებისმიერ ტელევიზიაში რომ მივა ყოველთვის მესმის ხოლმე გამარჯობა გრიშა მასწ ეს უკვე დიდი ამბავია მესმის რომ მესალმებიან პიონერი ფილმელები რომლებიც უკვე მუშაობენ თქვენ ბრძანდებით სახალხო გრიშა მასწ ისაც თქვენთან არ უსწავლია, მაინც ეს მოგმართავ. და მადლობა მინდა უთხრა თქვენ ტელევიზიას, რომ აქ რომ მოვდივართ, ის ფესტივალი მე კარგად და წარმატებით დალოცვილია ხოლმე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებას. პიონერ ფილმის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე და პიონერ ფილმელი თამუნა ცამბაია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.